მე ვარ ნინი გრძელიძე, 15 წელს ვსწავლობ 21 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა. 8 წელს ვიყავი, რომ შევედი ახალგაზრდულ ცენტრში ხატვას. ისლამდე ჩემთვის ხატავდი რაღაცებს უბრალოდ სახლში. სახლში მაქვს ნახატები, რომელიც დავხატე 5 წელს ვიყავი და ძალიან მომწონს. ნატურმორტი მიხატია იქაც და ხო ვიხატავდი ხოლმე რაღაცებს სახლში. და რომ უყური მომწონს. თოქი ხატია და ხო ვაშლი. გრაფიკაშიც ხატავ და ფერწერაშიც, მაგრამ უფრო ფერწერა მოწონს. ნატურმორტებს უფრო ხატავ, ვიდრე პორტრეტებს. ხატვა იწყება იდეით და როცა იდეა მოგივი, მე ნელ-ნელა ანვითარებ ნახატს და ასრულ. ერთ ნახატს სჭირდება დაახლოებით 3 საათი. დიდი ხანი მიხატია ზოგი ნახატი, რამოდენიმე დღეც მომდევნებია, მაგრამ მაინც ვერ დამთავრები. პორტრეტის დახატვა და ადამიანის ფიგურის უფრო ძნელია, ვიდრე ნატურმორტის. და ხოლმე მორთულდება ფიგურების ხატვა. ნატურმორტებს ხატავ და ეხლა ვსწავლობ კიდევ ადამიანის ფიგურებსაც და პორტრეტსაც. თავისუფლად ვხატავთ და რასაც გვინდა, იმას ვიყენებთ, რა ფერებითაც მინდა, იმით ვხატავ და რომელიც მომწონს. ლურჯი ფერი უფრო მიყვარს და უფრო ცივი ფერები. გააჩნია ნახატს, ზოგს ცივი ფერები ხდება, ზოგს თბილი და რომელიც ხდება, მე იმით ვხატავ. მაგრამ ჩემთან ცივი ფერები უფრო ჭარბობს ვიდრე თბილი. დამიგროვდა ბევრი ნახატი და ჩემ ნახატებს ვაგროვებ. და გამოფენებს ხალხი ნახულობს და გაჩქება არ მოყარს. სახლში გამოფენებს არ ვაწყობდი და ხატვაზე რო შევედი, მის მერე ბევრი გამოფენა მქონდა ძალიან. პირველი გამოფენა თბილისში იყო და ძალიან კარგად მახსოვს. პერსონალური გამოფენა არ მქონდა. ბევრს ხატავ და ვემზადები ჩემი პერსონალური გამოფენისთვის. გამოფენა მინდა რომ მქონდეს პარიზში და ალბათ 5 წელში. უფრო ვითარდები და ეხლა ვემზადები აკადემიისთვის გამოცდებისთვის. დიდი ხანი მყავს ერთი მასწავლებელი, ვინც ასწავლებს. 3 დაძმანი არიან და ყველა მას 3 გვასწავლის. მაგრამ ახლა აკადემიის რომ ვემზადები, ერთი უფრო არის. ჩემი მასწავლებელი არის ნატალია მიქავა და ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი ადამიანია. ჩემს ნახატებში ყველაზე მეტად მომწონს ერთი ნახატი, სადაც მზის ჩასვლა არის და ძალიან ლამაზი ნახატი. 1 წელს წინ დავხატავ. არ გავაჩუქებ. ბევრჯერ გამიჩუქებია ნახატები, მაგრამ გული წყდება ყოველთვის. ჩავარდა სამხატვრო აკადემიაში თბილისში. პროფესიით მინდა გამოვიდე დიზაინერი. მინდა შევქმნი ჩემი სამოდელო დასასრულის ხაზი და გავხდე ცნობილი დიზაინერი. ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა. ცეკვაში შევედი 5 წლის ასაკში. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. განსაკუთრებით მახსოვს ბათუმში ვიყავით და ეს კონცერტი. კარგად გამოვირთე, ძალიან კარგი გარემო იყო და მაგით უფრო დამახსოვრდი. ცეკვაზე სერიოზული გეგმები არ მაქვს, უბრალოდ სამოყვარულო დონეზე ვცეკვ. გადაძიმდი და ძალიან შეცვლა ადრე, მაგრამ არ შემოყვანეს და ეგა ჩემი აუხსნელი ცნობა. ჩემი სკოლა ძალიან მოწონს, ძალიან კარგი გარემოა და ბავშვები ძალიან მიყვარს და მასწავლებელი. ჩემი საყვარელი საგანი ინგლისური და მასწავლებელი ნარგიზა მოფორი. განათლების მინისტრი რომ იყო, უფრო ისე მიუდგებოდი ბავშვებს, რომ თავისუფლებას მიცემდი და უფრო ყველა ისწავლიდა. ზოგი მასწავლებელი ისეთია, რომ და ისეთი მკაცრია, რომ სწავლაც არ მოგინდება, ანუ არ გაცდებენ თავისუფლებას. გაკვეთილებს გავხდიდი უფრო სახალისოს და ადამიანებს. ქუთაისის მერი რომ იყო, ძალიან ბევრ გასართობ ადგილს დავამატებდი და უფრო გავალამაზებდი შენობებს. ამასთანავე ვიქნებოდი ქუთაისის პირველი ქალი. ჩემი აზრით არც ისე კარგი დიასახლის ვარ. დანაგება მეზარება, მაგრამ დანაგებული მომწონს. საჭმელს გაკეთება ვიცი და როცა მინდა ვაკეთებ. კარგად ძებს ვაკეთებ და დედის მეძებარ. ოჯახში ვართ მე, დედა, მამა და ჩემი და ძმა. ჩემი ძმა 13 წლისაა და 6. ძალიან მეგობრულები არიან დედა და მამა. ყველა ძალიან კარგად ვართ, მაგრამ მე და ჩემი ძმა უშლილობა ნერვებს ერთმანეთს. ჯასტინ ჯოხი რომ მქონდეს, საფრანგეთში გავჩნდებოდი მეგობრებთან ერთად. ბევრი რომ მქონდეს, ყველას დავეხმარებოდი და ყველას უცნაურს ავხდენდი. ჩემი დაბადების დღე მიყვარს ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ბევრი საჩუქრები არის და ბედნიერი ვარ. სასურველი საჩუქარი არ მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი მაქვს. დროში მოგზაურობა რო შემეძლოს, მოგზაურობდი 22 საუკუნეში საქართველოში. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ზრდასრულები. ჩემ თავს უსურვებ განვითარებას და კარგ მოვალს. საქართველო მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან თბილი გარემო არის და კარგი ადამიანებია. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ რჩეული თაობის არხი.